ანევრიზმა იმ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით გეგმური კვლევების დროს ან მწვავე მდგომარეობისას ვლინდება. შესაბამისად რთულდება პათოლოგიის დროული მკურნალობა და მისი განვითარების პრევენცია. მიუხედავად ამისა, გამომწვევი მიზეზების ცოდნითა და შეძლებისდაგვარად მათი თავიდან აცილებით შეგვიძლია შევამციროთ ანევრიზმის წარმოქმნის რისკები ან შევანელოთ მისი განვითარების პროცესი. როგორ ვლინდება დაავადება და რა სიმპტომები ახასიათებს? ამ საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგი ირაკლი ფერაძე. ყველაზე ხშირი და გართულებადი ანევრიზმა არის აორტის ანევრიზმა, ძირითადი სისხლძარღვის ანევრიზმა, რომელიც მიდის გულიდან. ის ფართოვდება თანდათანობით. კედელის უზიანდება ან ათეროსკლეროზის ან სოკოვანი დაავადის რაღაც უამრავი სხვადასხვა მიზეზის გამო, ის ფართოვდება ტომრისებრად, მაგრამ ადამიანი ამას არ გრძნობს. ყველაზე ხშირად ადამიანი გრძნობს რაღაც პულსაციას მუცელში, მაგრამ არ აქცევს ყურადღებას მით უმეტეს, რომ ეს ხდება თანდათანობით, ხოლო გასკდომა ხდება წამებში, ანუ უცბად ხდება. ყველაზე ხშირი გამოვლენა ანევრიზმის ხდება უკვე ის, როდესაც გასკდა და ამ დროს სიკვდილიანობის ალბათობა არის უაღრესად მაღალი. თუ ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენ გვაქვს ანევრიზმა, აუცილებლად ექიმი ამას შეაფასებს. ნუ დავიძაბებით, ეს ყოველთვის არ არის რაღაც კატასტროფა, მით უმეტეს ადრეულ სტადიებზე ნანახი ანევრიზმა, რომელიც არის გასკდომის ხიფათით არ არის. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვმართოთ კონსერვატულად, დავაკვირდეთ და რაღაც ეტაპზე თუ იმან უკვე დიდი ზომები მიიღო და გასკდომისკენ მიდრეკილება აქვს, მერე ტარდება თანამედროვე ჩარევები. სპეციალისტმა მოქალაქეებისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა და დროული გამოკვლევის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ძალიან კარგი არის 30-40 გადაცილებულ მამაკაცებსა და ქალებს ჩავუტარდეთ პერიოდულად სხვადასხვა არტერიული აუზების ეხოსკოპიური კვლევა მაინც, რომ ვნახოთ გაფართოებული არის არ არის. ყველგან შეიძლება იყოს ანევრიზმა. საძილი არტერია, გული, აორტა, ხელების ყველაზე ხშირი არის აორტა, თეძოს არტერიები და ქვემო კიდურების არტერიების ანევრიზმები. სამწუხაროდ მეცინას არ აქვს რაღაცა მეთოდი, რომელიც ჩვენ გვიტყვით, აი ჩვენ ამას შევჭამ, დავლევთ და ანევრიზმა არ გვექნება. ამიტომ ერთადერთი თავიდან არიდება არის ის, ვინც მიდრეკილია, მაგალითად ნათესავებს ქონდა, წინაპრებს ქონდა, ბებიას, ბაბუას, ესეთი რაღაც რო ქონდა, 40 წელს მაინც რომ მივახცევთ პერიოდულად ეხოსკოპიურად კრიტიკული ზონების სკრინინგი უნდა გავაკეთოთ.